ესე იგი მოდუღება არ შეიძლება. ეხლა ცხელ ჩაი უკაცრავად ყველანაირი ხველისთვის შეიძლება, მშრალი ხველისთვისაც და სველი ხველისთვისაც? მშრალი ხველებისთვის თავისთავად აი ახლა ეს დაავადებები პირის ღრუშთვის დამახასიათებელი რომ ჩამოგითვალეთ, ხველება აღიზიანებს ყველა ამ მიდამოს, ყელის მიდამოს, ხო ასეა. და ეს რადგან ლორწოს შეიცავს, ამონფენის უნარი გააჩნია. ეხლა ძალიან ცივწყალზე არ არის ლაპარაკი, თქვათ რომ ჩაეყლაპოს ცივი, საერთოდ არ არის სასურველი ხველების დროს. ხო ასეა. ყველა სასმელს ვათბობთ და ისევ აძლევთ. უბრალოდ ამისი გაცხელება და მოდუღება არ შეიძლება ლორწოვანი მცენარეების. სახელი შეგვაქვს. ბატონო? სახელი მცენარის სახელი. ტუხტი. და ესა სხვათა შორის აფთიაქებში შეიძლება ტუხტით ვერ მიხვდნენ, მაგრამ ალთეა ქვია ლათინურად. ალთეს სიროფი, გაგიგონიათ ალბათ. რამდენიმე სახეობის იყიდება ბავშვების ცალკე. კი, და ძალიან ეფექტურია. მშრალი ხველების დროს ძალიან ეფექტურია ძირტკბილა. ბექონდარა. აი ესეთი რაღაცები ჩაიწერეთ, თავშავა. უბრალოდ დანარჩენს ნახარს რო შევაგრილებთ, თუ მანდამაინც გვინდა თუ ტუხტს ცალკე არ ხმარობთ, მაშინ ესენი უკვე შეგრილებულ შეგვიძლია დავამატოთ. უკვე ტუხტის ნაყენი ქვია უკვე მაგაც, რადგან მოდუღების გარეშე იქნება. და ზომები? ეხლა ზომები ხველებაზე გადავალთ სისტემაზე, იქ ჩაგაწერინებთ ყველაფერს. ეხლა ჩვენ როგორც ამონფენს ამ ლორწოს შემცველებზე, იმიტომ ლაპარაკობთ. იმიტომ რომ ტკივილებს გააყუჩებს პირველ რიგში. ეხლა რადგან უმეტესობა ამ ანგინებით, ფარინგიტებით უფრო ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, ამ შემთხვევაში ბავშვებისთვის მარტო მარწყვა ბალახის და მოცვის ნახარჩების გამოყენება შეგვიძლია სავლებად ბავშვებში. და ეხლა როგორ უნდა მოვამზადოთ? მარწყვა ბალახის ფესურაზეა ლაპარაკი და მოცვის ნაყოფს. ესე იგი, ყოველთვის გვეცოდინება, რომ ნაყოფები უნდა ამ დაინაყოს დანაწევდეს ერთ სიტყვით. ასევე მარწყვა ბალახაც ფესურებით. საკმაოდ დიდხანს ინახება ეს ფესურები 2-3 წელი, ოღონდ მშრალ ადგილას და ან ქაღალდის პარკში, ან ნაჭრის პარკში. ერთი სიტყვით ამ დაქუცმაცებულ თანაბარი რაოდენობით უნდა ავიღოთ მარწყვა ბალახა და ბალახას ფესვები და მოცვის ნაყოფები. იქიდან ვიღებთ 1 სუფრის კოვს, ვასხავთ 200 მილილიტრ, ანუ 1 ჭიქა თლილ ჭიქა წყალს და ვადუღებთ 5 წუთი. შემდეგ შევაგრილებთ ისე რომ ბავშვს არაფერი დაუწვათ. თუ ბავშვი ისეთი ახლა დაახლოებით 4-5 წლიდან ეხალისებად კიდევაც ასე გამოვლება ბავშვებს. თუ არა და მოგიწევთ თქვენ თვითონ ესე იგი ბინტის ხელზე დახვევა
და ამაში ამ ნაყენით ყელში გამოვლება ან პირის ღრუში გამოვლება თუ სტომატიტებზე გვაქვს ლაპარაკი. ეხლა მოზრდილებში უკვე შეგვიძლია ამ მარტყაბალახას და მოთვის მაგივრად მუხის ქერქი ვიხმაროთ ან ბროწეულის ქერქი ნაყოფის და ძალიან ეფექტურია დღეში რამდენჯერმე გამოვლება. ეხლა ანგინის დროს იგივე ბავშვებში ესენი ერთად მუხის ქერქი და ბროწეულის ნაყოფის ქერქი ერთი ან მეორე ნაყოფის ქერქია ლაპარაკი. ეხლა როგორც ბროწეულს რო გავწვნით გაფინეთ და გააჩნეთ. ამას ძალიან იგივე კუჭაშლილობის დროს ძალიან ეფექტურია მოხარშული ბროწეულის ქერქის ნაყენის ბავშვებზე შეიძლება რამდენიმე კოლზი მაგალითად. როცა უკვე კუჭის აშლილობა 2 დღე ვრცელდება, 2 დღე გრძელდება, თქვათ 2-3 დღე სითხეს კარგავს ბავშვი. სითხი და მიკროელემენტებით რო უნდა შევავსოთ, მისი ეს გასაგებია, ხო? მაგრამ პარალელურად ეს ცივი წყალი უნდა დავასხათ, 5 წუთი რომ უნდა ვადუღოთ თუ დუღარეს ვასხავთ? თავიდან ცივ წყალს ვასხავთ. საყურე მომძრა ბოდის გიხდით. მეორესაც მოვიძრობ ბარემ. ესე იგი ნახევარი იმერელი ვარ და პრანჭიკელა ვარ მეგობრებო. კარგი თვისებაა ქალისთვის. სიკვაური კი ვარ, მაგრამ დედალია მანიძე მყავდა ცხოვრებული. ძალიან გაპრანჭული ქალი და მეც ეთყობა გენებში მაქვს. და მეკარგა საყურით დასამაგრებელი არა უშავს. ეხლა ანგინების დროს და იგივე სტომატიტების დროს ისეთი უმტკივნეულო მცენარეები ასე ვთქვათ, რომელსაც გვერდითი მოქმედება არ აქვს, მაგალითად გვირილა, სალბი, ფარსმანდუკი და ჩვეულებრივი დაფნა თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ეფექტურია. ბავშვებზეც ეხლა დოზები რა თქმა უნდა განახევრებული იქნება, როგორც ეფექტურია მოზრდილებისთვის, ესე იგი 15 წლიდან უკვე უფროსების დოზების ხმარება შეიძლება. და ბავშვებში როგორც შეიძლება იცით, კი არ ვადუღოთ, უბრალოდ დავაყენოთ. ერთი სუფრის კოვს დუღარე რო დავასხათ. ხარშვის დროს უფრო კონცენტრირებულ სითხეს ვღებულობ და უფროსებისთვის მოვადუღოთ და ბავშვებისთვის დავაყენოთ. დუღარე დავასხათ ერთ სუფრის კოვს, იგივე გვირილა, სალბი, თუ გინდა დაურიეთ და მერე აიღეთ ერთი სუფრის კოვზი. თუ გინდათ მარტო გვირილა, ან ეხლა შეიძლება ყველა არ გქონდეთ ყველა მცენარე დაფნის დაახლოებით 3-4 ფოთოლზეა ლაპარაკი. ეფექტური რო იყოს, აუცილებლად უნდა დავაქუცმაცოთ დაფნის ფოთლებით. ხმელი თუ ის ნედლი? დაფნა. ეხლა ნედლის საშუალება თუ გექნებათ, უბრალოდ ხმელზე გვაქვს ამ წუთში ლაპარაკი, იმიტომ რომ ხმელი უფრო შესაძლებელია რომ გქონდეს, ხო? ისე რომ საერთოდ დაფნას ძალიან ნაკლები აი გვირილა. ეს არის სამკურნალო გვირილა, ხო? მაჩვენეთ უნდა ამობურცული ის გქონდეს. გვერდიდან როგორმე მაჩვენეთ, ხო,
აი არა, უფრო წვრილყვავილიანია და აი ეგ ყვითელი ნაწილი უფრო ამობურცული უნდა ქონდეს. რაიმე სხვა სახელი ხომ არ ქვია სპეციალური? სამკურნალო გვირილა. წვრილებია სამკურნალო, წვრილი. დიდად შემადგენლობით არ განსხვავდებიან, ისე რომ სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ ეგ გვირილად იხმაროთ. მე სპეციალურად დავინტერესდი რომ მეთქი არის იმხელა განსხვავება, იმიტომ რომ საქართველოში ფართეთა გავრცელებული გვირილის რამდენიმე სახეობა და მოვიძიე სპეციალურად და დიდი განსხვავება არ არის მეგობრებო, ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად ნებისმიერი გვირილა შევაგროვოთ. უფრო ყვავილებზეა ლაპარაკი, გვირილის ყვავილებზე. მაგრამ იგივე გარეგანაც ახმარად აი მაგალითად აბაზანებისთვის ძალიან სასარგებლოა გვირილის ფოთლები მთელი ღეროც რომ დავჭრათ, მოვადუღოთ და მაგალითად იგივე თმისთვის ძალიან სასარგებლოა. სასარგებლოა აი ოღონდ ძალიან მუქი არ უნდა იყოს პატარა ბავშვების აბაზანებისთვის. ახლა ძალიან პოპულარული რომ არის ჩერედა, ანუ ორკბილა. აფთიაქებში იყიდება ახალშობილი ბავშვებისთვის, აბაზანებისთვის. არანაკლებია თუ უკეთესი არა კიდე გვირილის ნახარში რომ ვაბანაოთ ბავშვი. აი ახლა D ვიტამინზე რო ქონდა აქცენტი, ძალიან ეფექტურია კაკლის ფოთლების აბაზანაში რო ვაბანაოთ ბავშვი, რომელსაც აქვს თქვათ D ვიტამინის ნაკლებობა. ან რახიტული მოსაფრთხილებელია და ზომასაჭიროა ალბათ ხომ კაკლის ფოთლები? კაკლის ფოთლები დაახლოებით ახლა ბავშვის ასაკიდან გამომდინარე დაწყებული 15 ფოთოლი რომ მოვხარშოთ 5 ლიტრად წყალში. ეხლა